რა გელოდებათ ზოგადად ამ ზაფხულზე ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მე შეგვირდით რომ გავაკეთებდი ამ საჯარო გაშლას და რა თქმა უნდა ჩემს პირობასაც ვასრულებ. მოდით ვნახოთ ზოგადად რა გველოდება 2026 წლის ზაფხულზე. ვარიანტი, მოდით ორი ვარიანტი გქონდეს. ზოგადად ვნახოთ რა გველოდება, რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს. პირველი ვარიანტი ასეთი გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი გვაქვს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ მეგობრებო. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, რადგანაც პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი მეგობრებო, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ კიდევაც, დაგელოდებით, მოგცემთ დროს, აი რომელი ქვა, რომელი არკანიც მეტად გიზიდავთ. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ. და აქ არის კვერთხების ტუზი. ზოგადად ეს 2026 წლის ზაფხული თქვენში ძალიან ბევრ ძალას, ძალიან ბევრ ენერგიას გამოაღვიძებს, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც, ანუ გულისხმობ იმას, რომ ფიზიკური თვალსაზრისითაც, მენტალური თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი ახალი ანუ როგორც სასიცოცხლო ენერგია, ასევე შინაგანი ენერგია, შინაგანი ძალაც, გამბედაობაც გამოიღვიძებს თქვენში აუცილებლად. მაგალითად, აქამდე თუ არ ყოფნიდათ ბევრი რაღაცისთვის გამბედაობა, თავდაჯერებულობა, ეს ყველაფერი ნელ-ნელა წარსულში დარჩება, იმიტომ რომ მოგეცემათ ახალი შანსები, ახალი პოტენციალები, ახალი პერსპექტივები. პირველი ვარიანტი, იმიტომ რომ ტუზი ყოველთვის არის ახალი შანსი, ეს არის სრულიად ახალი ენერგიის გამოღვიძება და იცით თავდაპირველად ეს შეიძლება თქვენ მოგიჩვენოთ ძალიან ქაოტური, ძალიან გაუგებარი თქვენთვის, იმიტომ რომ იცით, როდესაც რაღაც ახალი შემოდის ჩვენს რეალობაში, ყოველთვის გასაგები ეს არ არის ჩვენთვის. და რაც არ არის ჩვენთვის გასაგები, ეს ძირითადად ჩვენში სამწუხაროდ ყოველთვის არა, მაგრამ ძირითადად ბადებს ხოლმე გარკულ ეჭვებს, შიშებს, შფოთვებს ასევე, ხო? ამიტომაც სავსებით შესაძლებელია თავდაპირველად ეს იყოს ძალიან ქაოტური ენერგია, ასევე ეს არის ძალიან დიდი შემოქმედებითი ენერგია, თუ მე მიყურებენ არტისტები, თუ მე მიყურებენ ასეთი შემოქმედებითი ადამიანები, თქვენთვის აქ ძალიან ბევრი ახალი ფანტაზია, ძალიან ბევრი ახალი იდეა ამოიხსნება, რაც მთავარია სასიცოცხლო ენერგიას გექნებათ აბსოლუტურად ყველაფრისთვის. მეგობრებო, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს, რას მოუტანს პირველ ვარიანტს 2026 წლის ზაფხული. კიდევ რას მოგიტანთ კვერთხების ტუზის გარდა, უფროსი არკანი კოშკი მეგობრებო, უფროსი არკანი კოშკი, უფროსი არკანი სამართლიანობა, პენტაკლების პაჟი, კვერთხების ოთხიანი, კვერთხების დედოფალი. მეგობრებო, თქვენი რეალობა ძალიან შეიცვლება ამ ზაფხულის განმავლობაში ძალიან და ეს ცვლილებები, ზოგადად ცვლილებები იწყება ხოლმე შიგნიდან. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც გარედან მოდის ცვლილებები, მაგრამ ძირითადად ცვლილებები იწყება ხოლმე შიგნიდან. ჩვენი ცნობიერის შეცვლიდან, ჩვენი აზრების შეცვლიდან. და აქ თქვენი რეალობა თამამად შემიძლია გითხრათ პირველი ვარიანტი, რომ ძალიან შეიცვლება ზაფხულის ბოლომდე და ეს 2026 წლის ზაფხული თქვენს რეალობაში შემოიტანს ძალიან ღრმა, მაგრამ ძალიან საინტერესო და ძალიან შემეცნებით ტრანსფორმაციებს. და პირველ რიგში, უპირველეს ყოვლისა, აქ ბუმერანგები ურიგდება თქვენს მტრებს, თქვენს არაკეთილის მსურველებს, განსაკუთრებით ეს აქტუალური არის უკაცრავად მათთვის ვინც გააგზავნეთ, ხო? აქ სამყარო თქვენ ძალიან გაკვირდებათ. აქ ნახეთ, გრძნობ სამყაროსგან ძალიან დიდ გვერდში დგომას პირველი ვარიანტისთვის. აქ მოდის ძალიან დიდი გვერდში დგომა, მაგრამ ამავდროულად დაკვირვება. კი, სამყარო, მისი ძალები შეიძლება საერთოდ ოდნავადაც კი არ ერეოდნენ თქვენ საქმეში, თქვენ საქმეებში, მაგრამ აი თითქოს გაკვირდებიან.
გაკვირდებიან და ჩუმჩუმად ცოტა თითქოს გეხმარებიან. აქ მოდის ძველი პროგრამების ჩამოშლა, ძველი ნეგატიური პროგრამების ჩამოშლა, ზოგადად ეს შეიძლება საკმაოდ მტკივნეული და არასიამოვნო იყოს, მაგრამ ის რაც უკვე აღარ გჭირდებათ, ის რაც უკვე აღარ არის თქვენს რეალობაში ცოცხალი, მოდით ასე ვიტყვი, ის რაც უკვე თქვენთვის და თქვენი რეალობისთვის არის ზედმეტი, ის თავისით მიდის თქვენი რეალობიდან. აქ ადამიანების თითქოს უკვე წავიდნენ თქვენი რეალობიდან, ანუ აქ გარდაცვალებას არ გულისხმობ, აქ გულისხმობ ზოგადად წასვლას, ხო, მიტოვებას, ძველი პროგრამები იშლება, აი ყველაფერი რაც თქვენ რეალურად აღარ გჭირდებათ, ეს ყველაფერი უკვე ინგრევა. და ეს შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული. ინგრევა ასევე შინაგანი პროგრამები, რომლებიც ხელს გიშლიდათ ცხოვრებაში. ხელს გიშლიდათ ბედნიერებაში. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან სამართლიანი და ძალიან სწორი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული. იმიტომ რომ ამ ყველაფერს მიყავხართ თქვენ ბედნიერებისკენ. ამ ყველაფერს თქვენ მიყავხართ თავდაჯერებულობისკენ. ნახეთ, რამდენი კვერთხები არის, კვერთხების ენერგია. თქვენი ძალა იღვიძებს, საკუთარ თავთან ბრუნდებით, თქვენს ძალასთან ბრუნდებით. იმ მესთან და იმ რეალობასთან ბრუნდებით, სადაც თქვენ ხართ თავდაჯერებული, სადაც თქვენ სათანადოდ აფასებთ საკუთარ ძალას, საკუთარ ენერგიას. სადაც თქვენ ხართ ბედნიერი, სადაც თქვენ გაგაჩნიათ სიმყარე. კი, ამ პროცესს, ამ უმძლიერეს და უმძლავრეს ტრანსფორმაციას მოჰყვება გარკვეული ტკივილები, გაურკვევლობებიც შესაძლებელია, სადღაც უფინანსობის ნიშნებიც იგრძნობა პერიოდულად ზოგი თქვენგანისთვის, ხო? აშკარად უკვე შეშვებული არის ეს პროცესები. მაგრამ ძალიან სამართლიანი, ძალიან სწორი პროცესები არის. ასევე აქ თქვენთვის მთავარი გაფრთხილება ერთ-ერთი ამ ზაფხულთან დაკავშირებით ეს არის ის, რომ პირველ რიგში ღირსეულად მიიღოთ ეს ტრანსფორმაცია და ეს გაკვეთილები, რომლებსაც გადიხართ, მაგრამ ასევე ყურადღებით იყავით კანონთან, იურიდიულ საქმეებთან, საბუთებთან, რაც არის კავშირი, ამ ყველაფერთან იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. და ნახეთ, თქვენ მიდიხართ კვერთხების დედოფლის ენერგიებამდე. რომ თქვენ მამაკაცი იყოთ, კვერთხების დედოფალი ეს არის საოცრად ქარიზმატული, საოცრად ეშხიანი, საოცრად სექსუალური, ლამაზი, თავდაჯერებული ქალი, ქალი, რომელიც მაგნიტივით იზიდავს ადამიანების ყურადღებას, ქალი თავდაჯერებულობა, ქალი თვითკმარობა, ქალი, რომელსაც გააჩნია ყველაფერი. ფინანსური ენერგია, რა თქმა უნდა, გააჩნია და გააჩნია. თავდაჯერებულობა, ეშხი გააჩნია და გააჩნია. აი ამ ენერგიებამდე მიდიხართ თქვენ ზაფხულის ბოლომდე. ამ ენერგიებამდე. ამიტომაც გზა შეიძლება იყოს ძალიან რთული. მაგრამ დამიჯერეთ, გიხართ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, მოდით მეც ნამდვილად აღარაფერს აღარ დავამატებ. და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტთან. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება, თქვენთან მოაქვს პენტაკლების რაინდი, მეგობრებო. პირველ რიგში ეს არის კარიერული ზრდა, ფინანსური ენერგიის ზრდა, ვისაც გქონდათ პრობლემები კარიერაში, ფინანსებში, ფულთან დაკავშირებული პრობლემები, ეს პრობლემები აუცილებლად მოგვარდება და რამდენმა თქვენგანმა შეამჩნია, აბა თავისით რომ ამოხდა ახლა ხანს უფროსი არკანის სიკვდილი. ზოგადად რატომღაც იცით, შევამჩნია, რომ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაც, მეც და ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი ასე ტრანსფორმაციულ ენერგიებში არის, არკანის სიკვდილის ენერგიებში, როდესაც ყველაფერი ძველი კვდება, როდესაც ყველაფერი ძველი იშლება თქვენი რეალობიდან და აქ ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია, მეორე ვარიანტი თქვენს რეალობაში მოდის უშუალოდ ფინანსების კუთხით. აქ იქნება ძალიან დიდი ალბათობით კარიერული ცვლილებები, მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ კლიენტების რაოდენობაზე ან აუდიტორიის რაოდენობაზე, აქ აუცილებლად იქნება ამ კუთხით ზრდა, ანუ კლიენტების ზრდა, აუდიტორიის ზრდა და ასე შემდეგ, ხო? ასევე თუ თქვენ რაღაც სხვა ისეთი სფერო გაქვთ, სადაც კლიენტებზე არ მუშაობთ, ხო? ყველა კლიენტებზე არ მუშაობს, უმეტესობა არც მუშაობს კლიენტების რაოდენობაზე, მაგრამ აქ სავსებით შესაძლებელია იყოს ან დაწინაურება, ან უშუალოდ სამსახურის ცვლილება. კიდევ ნახოთ რა გელოდებათ მეორე ვარიანტს.
2026 წლის ზაფხულის განმავლობაში შეხედეთ როგორი გამოცოცხლებული დასტა არის მეორე ვარიანტი თქვენთან ძალიან აქტიური არის ძალიან აქტიური ზაფხული გელოდებათ აშკარად კვერთხების 7-იანი ნახეთ მეგობრებო აქ თითქოს თქვენ აღმოაჩენთ იმას რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენ ებრძოდით არა საზოგადოებას არა რაღაც კონკრეტულ რეალობას არამედ საკუთარ თავს ასეთი რაღაცეებიც ხდება. ჩვენ ადამიანებს ძალიან გვიყვარს სხვების დადანაშაულება, ამაში მთავრობაა დამნაშავე, ამაში ხალხია დამნაშავე, ამაში სოციუმია დამნაშავე. და პირდაპირ ვიტყვი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერს აქვს ზეგავლენა. სისტემა, სოციუმი, მთავრობა, ხო? ყველაფერი რა თქმა უნდა მოქმედებს. მე იმას არ ვამბობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, სოციუმი, ადამიანები ზოგადად საზოგადოება არასდროს არაფერს არ აშავებს მეთქი. რა თქმა უნდა, არა. არ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ მშვენივრად ვიცი, როგორც მოქმედებს ეს ყველაფერი, მშვენივრად ვიცი, რამდენად ბევრი ნეგატივი არის, რამდენად ბევრი ცუდი მოდის ამ ყველაფრისგან. და ნახეთ, ძალიან ხშირად ჩვენ გვგონია, რომ ვებრძვით სამყაროს, ვებრძვით გარე სამყაროს, მაგრამ რეალურად გარკვეული პრობლემები არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენში. მოგიყვანთ ერთ მაგალითს. ერთმა ადამიანმა მითხრა, სხვას არაფერს არ დავასახელებ, დამიჯერეთ მომცა ადამიანმა იმის უფლება, რომ ეს გამეჟღერებინა ჩემს საჯარო გაშლაში. ერთმა ადამიანმა მითხრა მე, რომ იცი ვიქტორია, მე ვებრძოდი ყოველთვის ჩემს რაღაც უფინანსობას, ყოველთვის ვაბრალებდი იმას, რომ მაგალითად ქვეყანაში სამსახური არ არის, იმას, რომ არ ვიცი, დავუშვათ საზოგადოებას, რაღაც გარკვეულ ტრავმებს და კი ბატონო, ეს ყველაფერი ფიგურირებს. კი ბატონო, არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებსაც უბრალოდ ვერ დავაიგნორებთ, ამაშიც დავეთანხმე, რა თქმა უნდა, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად სამსახურების პრობლემა საკმაოდ დიდი არის, საკმაოდ ვრცელი არის, ხო, ხელფასების პრობლემაც და ასე შემდეგ. ეს პრობლემები დასაიგნორებელი არ არის. მე ამას არ ვამბობ, მაგრამ კონკრეტულად იმ ადამიანმა ისიც რა მითხრა. მე მთელი ცხოვრება ამ ყველაფერს ვებრძოდი, მაგრამ შინაგანად მივხვდი, რომ სინამდვილეში პრობლემა იყო ჩემში, იმიტომ რომ ქვეცნობიერულად მეშინოდა წარმატების. მეშინოდა იმ პასუხისმგებლობების, რომლებიც მოდის წარმატებასთან ერთად. და როდესაც ესა გავიაზრე, ამ დროს ამეხილა თვალებიო. და იცით, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ კონკრეტულად თქვენ ახლა ვინც მეორე ვარიანტს უყურებთ, თქვენ გაქვთ რაღაც ასეთი შიში, მაგრამ თითქოს რაღაც ასეც აღმოაჩენთ. ეს შეიძლება არ ეხებოდეს კარიერას, შეიძლება ეხებოდეს სრულიად სხვა სფეროს, მაგრამ აღმოაჩენთ იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არა გარე სამყაროს ებრძოდით, არამედ საკუთარ თავს. საკუთარ თავში ჩაიხედებით, აქ აშკარად გინდათ, არ გინდათ სამყარო ჩაგახედებთ. რა ელოდება მეორე ვარიანტს, აბა 2026 წლის ზაფხულის ბოლომდე, რას მოგიტანთ 2026 წლის ზაფხული? ნულოვანი არკანი. არკანის სიკვდილი, ნულოვანი არკანი. ძალიან დიდი ტრანსფორმაციები მოდის აქაც. განულება. განულება, განთავისუფლება ძალიან ბევრი რაღაცისგან. განთავისუფლება. სამსჯავრო, განთავისუფლება, მეგობრებო, განთავისუფლება. განთავისუფლება ძველისგან, განთავისუფლება შიშებისგან, განთავისუფლება ტრავმებისგან, განთავისუფლება გარკვეული ძველი პროგრამებისგან აქაც, როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ორივე თქვენგანის ტრანსფორმაცია ძალიან განსხვავებული არის. მეორე ვარიანტის ტრანსფორმაცია არის შინაგანიც და გარეგანიც. ნუ პრინციპში პირველი ვარიანტის ტრანსფორმაციაც, მაგრამ აი ძალიან სხვანაირად ვლინდება, ძალიან სხვანაირად. აქ მოდის განთავისუფლება, გაწმენდა, წმენდის პრაქტიკები იქნება კარგი რომ გააკეთოთ ამ ზაფხულის განმავლობაში, თუ პრაქტიკოსები მიყურებენ აქ გზების გახსნა. იცით, გარკვეული წარსული სცენარები შეიძლება ბრუნდებოდნენ
პერიოდულად, მაგალითად ძველი ადამიანები შეიძლება ბრუნდებოდნენ პერიოდულად თქვენს რეალობაში და ასეთი რაღაცები იცით როგორ ხდება ხოლმე ადამიანები ან გარკვეული სცენარები მოდის თქვენს რეალობაში ბრუნდება იმიტომ რომ სამყარო თითქოს ამოწმებს თქვენ რამდენად გაიარეთ გაკვეთილი, რამდენად სწორად აითვისეთ მასალა, მოდით ასე ვიტყვი, რამდენად სწორად მიიღეთ ეს ცოდნა, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ძალიან ჭკვიანები გგონია ხოლმე თავი, ყველაზე ჭკვიანები გგონია თავი, გგონია რომ ყველაფერი ვიცით, ყველაფრის აზრზე ვართ, გგონია რომ ყველაფერი ისე კარგად გავიაზრეთ, იგივე შეცდომებს აღარ დაუშვებთ და საბედოთ ხო და იგივე შეცდომებს ვუშვებთ 1000-ჯერ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც აქ იქნება ასეთი პატარა ტესტები, პატარა გამოცდები სამყაროსგან, როდესაც წარსულში აღარ უნდა შეაბიჯოთ იმისათვის, რომ სამყარომ დაინახოს, რამდენად ისწავლეთ ძველი მასალა და რამდენად მზად ხართ ახალ ეტაპზე გადასასვლელად. და თუ თქვენ დაამტკიცებთ იმას, რომ მზად ხართ, მე კი დარწმუნებული ვარ ამ არკანებიდან გამომდინარე, რომ ყველა თუ არა უმეტესობა დაამტკიცებთ სამყაროსთან, სამყაროს წინაშე, რომ აი კი მე მზად ვარ, მე ამას შევძლებ. მე გავიარე უკვე ეს გაკვეთილი, მე წარსულში დავტოვე და ამჯერად თქვენ გელოდება ძალიან კარგი ჯილდოები, რომლებიც შეიძლება არ იყოს თავდაპირველად მარტივი თქვენთვის, მაგრამ ეს არის შინაგანი ზრდა, განახლებული ენერგია, სრულიად ახალი ცხოვრებისეული სცენარი. სულ სხვა ადამიანი ხდებით თქვენ, მეორე ვარიანტი. ძალიან ტრანსფორმაციული ზაფხული გველოდება წინ, როგორც ჩანს. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ დაგემშვიდობებით, წარმატებები, ბედნიერი, ნაყოფიერი დრო, ზაფხული და ნახვამდის.